მაროკოსა და ისრაელის ურთიერთობა სიმბოლურ დონეს ცდება და სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. აბრაამის შეთანხმებების ფარგლებში ურთიერთობის ნორმალიზაციიდან 5 წელზე მეტი გავიდა და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პარტნიორობა ახლა საერთო ისტორიაზე, თავდაცვით თანამშრომლობაზე, ტექნოლოგიებსა და ირანის მზარდ გავლენაზე შეშფოთებაზეა დაფუძნებული. აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის კანონპროექტში გათვალისწინებულია 10 წლიანი გეგმა, რომელიც ამერიკის თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს მაროკოსთან, მათ შორის დრონების მიწოდებას, ერთობლივ ბაზებსა და სამხედრო წვრთნების გაფართოებას. ამგვარად უფრო ფართო სურათი ის არის, რომ მაროკო სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ აბრაამის შეთანხმებების პარტნიორად, არამედ როგორც დასავლური სტრატეგიული საყრდენი როგორც ისრაელისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. დამატებით ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის დოქტორი მუჰამედ შატუმი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და რაბატის უნივერსიტეტის უფროსი პროფესორი. დოქტორ სტატუ, ამ აშშ-ის თავდაცვის კანონპროექტით ცდილობს თუ არა ვაშინგტონი მაროკოს აბრაამის შეთანხმებებისთვის დასავლეთის უსაფრთხოების საყრდენად გადაქცევას? რას გულისხმობენ? რა არის ამ გაზრდილი კოორდინაციის რეალური მიზანი? ერთი მიზეზი, რის გამოც აბრაამის შეთანხმებები მაროკოში წარმატებული აღმოჩნდა, არის ის ფაქტი, რომ მაროკოსა და ისრაელს ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ. დროის განმავლობაში ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ეს 2500 წლიანი ურთიერთობა ამან შექმნა ძალიან ძლიერი კულტურა მუსლიმებსა და ებრაელებს შორის მაროკოში. და ჩვენ ამას კონვივენციას უწოდებთ. სიტყვა კონვივენცია ნიშნავს მშვიდობიან თანაცხოვრებას. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ იყო აბრაამის შეთანხმებები წარმატებული მაროკოში, რადგან ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეკონომიკურად სამხედრო თვალსაზრისით და ასევე კულტურულად მაროკო და ისრაელი მიიწევენ. სხვადასხვა სახის მტკიცე ურთიერთობისკენ, რომელსაც ხშირად ალიანსს უწოდებ. ხვალ ეს იქნება ძალიან ძლიერი ალიანსი, რადგან ეს ურთიერთობა ძლიერდება და კავშირები იზრდება. ყველა სფეროში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ვახსენე, ეკონომიკა, სამხედრო საქმეები, კულტურა და არსებობს გაცვლები. და უნდა გვახსოვდეს, რომ ისრაელში ცხოვრობს დაახლოებით 1 მილიონი მაროკოელი, ებრაელი და ისინი ისრაელის მოქალაქეები არიან. ამ ადამიანებს ხშირად გული მაროკოში აქვთ, ისინი ჩამოდიან სტუმრად, რომ ნახონ თავიანთი მეგობრები, მაგრამ ასევე რომ მოინახულონ თავიანთი წმინდანები. ისინი განთავსებულნი არიან მთელ ქვეყანაში, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. მაგრამ რა მოხდა ირანის ომის შემდეგ? როგორ შეიცვალა მაროკოს როლი? გახდა თუ არა ის უფრო მნიშვნელოვანი ისრაელისთვის, არა მხოლოდ დიპლომატიურად ეს ალიანსი, რომელზეც საუბრობთ, არამედ კიდევ უფრო მეტად იქცა ხიდად ხმელთაშუა ზღვის, აფრიკისა და უფრო ფართო არაბული სამყაროს შორის? დიახ, ვფიქრობ, ირანის ომის შემდეგ მაროკო და ისრაელი გააძლიერებენ ურთიერთობებს. და როგორც თქვი, შემდეგი ნაბიჯი იქნება ალიანსი. და მაროკო არის ღია ასპარეზი, საფეხური ისრაელელისთვის აფრიკის ბაზრებზე შესასვლელად. და მაროკოს ამ სფეროში საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. და უკვე არიან ისრაელიდან კომპანიები, რომლებიც მაროკოში საქმიანობენ და მიზნად ისახავენ ამ ბიზნესის გაფართოებას. აფრიკის ქვეყნებსა და აფრიკის ბაზრებზე. ამიტომ ვფიქრობ, ამ ომის შემდეგ ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე გადავა და ურთიერთობები უფრო ძლიერი და ნაყოფიერი გახდება ორივე ერისთვის ყველა სფეროში. ძალიან პოზიტიური ხედვაა მომავლის მიმართ. დოქტორ მუჰამედ შატუ, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს YouTube 24 ნიუსის ინგლისურ არხზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ამისთვის. თქო, არაფერია, მადლობა.